ჩემი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე წერს ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ზე. ახლა დედაჩემის მუხლებში თავი ჩამადებინა და ისე დამაძინა, მეტი არაფერი მინდა. დღეს ნათიას, ანუ ნინიას და ირაკლის დედის დაბადების დღეა. ნინია კაკაბაძის სამ ძალიან გულწრფელი, ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი სტატუსი დასაკვირველია, ყურადღება მისაქცევი არის და მე აღვფთოვანდი რაღა დაგიმალოთ და მაგრამ გაცილებით აღვფთოვანდი, გაცილებით მომეწონა, ან არანაკლებ მომეწონა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ერთი კომენტარი ამავე სტატუსის ქვეშ ყურადღება მისაქცევი იყო ჩემი მოსაზრებით და ამ კომენტარსაც ჩაგიკითხავთ. ნოდარ ლადარია წერს შემდეგს პასუხად. ყველას მსგავსი სურვილები გვიჩნდება ბოლო დროს გათენდება ნინია. ანუ ნოდარ ლადარია წერს რომ გათენდებაო, ალბათ გათენდებაო, იმედია გათენდებაო, ასე მგონია რომ გათენდებაო, არა. ძახილის ნიშნიანი წინადადებაა ეს. კვეთრი წინადადებაა. დაშვებას კი არ აკეთებს ნოდარ ლადარია, არამედ პირდაპირ გვეუბნება, ღიად ამბობს, რომ ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საქართველოში აუცილებლად გათენდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი და ბევრი, მეტი და მეტი განსაცდელი გველის ჩვენ წინ და მეტი და მეტი განსაცდელი დასაკვირველია გველის ამ პარანოიკმა ბიძინა ივანიშვილმა დავალების შესაბამისად ან დავალება რომც არ ჰქონდეს მაინც რაღაცა პარანოიკია მეტი და მეტი საშინელება უნდა დაატრიალოს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი აღმართები უნდა გავიაროთ, დავძლიოთ კიდევ უფრო უნდა მეტად უნდა გაგვიჭირდეს და უკვე შემდგომ, როდესაც ყველაფერი გარკვეული იქნება, ამ ქვეყანაში აუცილებლად გათენდება, აქედან გამომდინარე მეც აღარ ვკითხულობ და არ ვკითხულობ. გათენდება კი, ამ კითხვას არ ვსვამ. მეც ვიცი, კი არ მგონია კვლავ ვიმეორებ, არამედ ნოდარ ლადარიასი არ იყოს ვიცი, რომ ამ ქვეყანაში გათენდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უკიდურესად, შეუდარებლად მეტად გართულდება. როდისღა გათენდება მეთქი, ამასაც არ ვკითხულობ, მე გიპასუხებთ ასე, როცა იქნება მაშინ, ოღონდ რა საკვირველია, ჩვენ ჯანმრთელები პირველ ყოვლისა უნდა შევხვდეთ აის ან განთიაც, ჩვენი ქვეყნის ახალ განთიაც და უნდა გავუძლოთ იმ გამოწვევებს და იმ სირთულეებს, რომლებიც გველის წინ. თუმცა მეორე მხრივ იმისათვის, რომ გათენდეს შედარებით ადრე, ალბათ ეს უფრო სწორი წინადადებაა. გარდაულად აუცილებელია გაგიკვირდებათ და უცნაურ სიტყვას, ეხლა მე ელით ჩემგან რომ მე ვიტყვი რომ აუცილებელია ბრგედგომა, აუცილებელია გაძლება, აუცილებელია შეუპოვრობა, ამგვარ სიტყვებს ელით. მაგრამ მე არ ვიხმარ არც ერთ სიტყვას, მე ვიტყვი ასე. აუცილებელია კივილი. 30-40 წამში, 60 წამში მე გაჩვენებთ ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ნახატს, ტილოს, რომელსაც ქვია კივილი. მაგრამ მანამდე კი ვილაპარაკებ თქვენის ნებართვით და უფრო ცლად სხვა დროს ვილაპარაკებ კივილზე და კივილის თეორიაზე. კივილი არის პასუხი იმ აბსურდის მიმართ, რომელიც ტრიალებს ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში. კივილი ხდება, კივით ჩვენ მაშინ, როცა სიტყვები უკვე ზედმეტია, ან სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებას. კივილი უნივერსალური ენაა. კივილი ადამიანი გამოირჩევა მაშინ, როდესაც ასე გეტყვით, ღმერთიც კი დუმს. რეალურად კივილი არის დაბადების ხმა, თუ მიგიქცევიათ ყურადღება, ბავშვი როცა იბადება, ახალშობილი ჯერ კივის,
და უკვე მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ წელიწადში, წელიწადნახევარში იწყებს ლაპარაკს. კივის დედაც თუ მაინც და მაინც ასე უნდა ვისაუბროთ. ის არ ევედრება ექიმთა ჯგუფს, რომ შეუმსუბუქონ ტკივილი. ის კივის უბრალოდ უმისამართოდ მეთქი. კივილი სიტყვებისაგან განსხვავებით უნივერსალური ენაა, მეთქი რომ გითხარით მართალი ვარ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ ითარგმნება. ნორვეგიელის, რაღაც მუნკი ვახსენე, ბერძენის შემეძლო მეხსენებინა რომელიმე ბევრი ცნობილი ბერძენი. ამერიკელის, ავსტრალიელის, იაპონელის, რუსის, ქართველის თუ იტალიელის კივილი აბსოლუტურად იდენტურია, ერთნაირად კივით თუ კივით. ეს არის კომპოზიციურად გათვლილი, ნამდვილი, წყობრი, ხას უსვამ, პროტესტი რაღაცის მიმართ. მე დაგპირდით, რომ ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ნახატს გაჩვენებდით. ილუსტრაციას უფრო ზუსტი რო ვიყო. აი, ბევრ თქვენგანს უნახავს მაღალი ალბათობით. ამ ნახატს ქვია კივილი. კივილზე აქ გითხარით, რომ მე სხვა დროს ჩავწერ, ეცდები რომ უფრო ვრცელი ვიდეო ბლოგი ჩავწერო. ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, მაგრამ ახლა დავსვამ კითხვას მთავარს. როგორ ფიქრობთ, რა გაგვამარჯვებინებს? ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ პროტესტი რუსთაველზეო. სწორი მოსაზრება. ბევრი თქვენგანი დაუმატებს, რომ უდრეკი პროტესტი და ხალხმრავლობაო. სწორი მოსაზრება. გამარჯვება 90-95%-ით დამოკიდებულია ჩვენზე. აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ უწყვეტად ქუჩაში და ვიდრე ეს ხელისუფლება თავად არ ჩამოიშლება, ჩვენ მუდმივად ვახსენებდეთ დანარჩენ სახლში შეყუჟულ საზოგადოებას, რომ ამ ხელისუფლებამ რეალურად დაღუპა ეს ქვეყანა. მათი ქვეყანაც დაღუპა. აი ხვალზე პირობითად 2028 წელს დღეს მდუმარეების შვილებს რომ გაიწვევენ დონბასში სადღაც ან ახლო აღმოსავლეთში ან ვენესუელაში ან კუბაში. ისინი მაშინ თუ მიხვდებიან, რომ დუმილი ახლა 2025-2026 წლებში იყო მათივე განაჩენის საფუძველი. შეიძლება ვერც მიხვდნენ. გამოაფხიზნებს თუ არა მათ ხსენებული კივილი ადრე თუ გვიან. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ კივილი არის მწივანი ხმა, რომელიც იმ თაობებსაც გადასწვდება, იმ მოქალაქეებსაც გადასწვდება აუცილებლად, რომლებიც ახლა თავის მხრივ არიან მდუმარენი. რა გაგვამარჯვებინებს დამატებით? 90% აქ გითხარით არის ჩვენი პროტესტი, ჩვენი შეურიგებლობა, მაგრამ კიდევ არის დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ჩვენი გამარჯვების საფუძველთა სწორის საფუძველია. ადრე იქნება თუ გვიან დასავლეთი ზოგადად და კონკრეტულად შეერთებული შტატები საქართველოსკენაც გამოიხედავს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ხმა იქნება მჭექარე და ჩვენი პროტესტი იქნება უწყვეტი. მანამდე სანამ ეს მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოდი ვთქვათ ასე, არ სცალია საქართველოსთვის. ახლა სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია დაგროვებული სოფლიოში და შეერთებული შტატები იმ პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. მაგალითად ირანის, მაგალითად უკრაინის, ცოტა ხნის წინ ვენესუელის, გარკვეული პერიოდის წინ გრენლანდიის, ევროპასთან ურთიერთობის და კიდევ ათობით სხვა პრობლემაც არის სოფლიოში დახვავებული. კავკასიის რეგიონი საბედნიეროდ უკვე მოექცა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლების ფოკუსში. ის რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არა მარტო შეარიგა
შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ. არამედ სომხეთშიც იმძლავრა სწორმა და ნორმალურმა პოზიციებმა, არა რევანშისტულმა პოზიციებმა და ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთისგან გადადგა არა 1 და 2, არამედ 20 და 40 ნაბიჯი. და ის რაც წარმოუდგენელი იყო გუშინ წინ 3 წლის წინ. ახლა უკვე არათუ წარმოსადგენი, არამედ რეალობაა. არის მადასტურებელი იმისა, რომ შეერთებული შტატები ამ რეგიონში უკვე შემოსულია და საქართველოს რამდენიც არ უნდა იჭყლოპინოს ბიზინა ივანიშვილმა და ამ პარანოიკის ფთევქვეშ მოქცეულმა ნებისმიერმა სხვა პირმა, ვინც აცნობიერებს რა საფრთხეების წინაშეა ჩვენი ქვეყანა, ან ვინც ვერ აცნობიერებს რა გამოწვევები არის ჩვენი სამშობლოს წინაშე, რამდენიც არ უნდა იჭყლოპინონ ერთად თუ ცალ-ცალკე, კოლექტიურად თუ ცალ-ცალკე, საქართველოს შეერთებული შტატები ადრე იქნება თუ გვიან გადმოხედავს უბრალოდ. უბრალოდ გაცილებით მნიშვნელოვანი ან გაცილებით საინტერესოა კითხვა, პასუხი კითხვაზე როდის მოხდება ეს. და მე გეტყვით, რომ დამოკიდებული არის ყველაფერთან ერთად ჩვენზე. ანუ ჩვენ რამდენად ვიქნებით არა მხოლოდ უდრეკები და ხმამაღალები და რამდენად ინტენსიურად გავაპროტესტებთ რუსულ-ქართულ რეჟიმს არსებულ საქართველოში. არც იმაზე არა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული ასევე, რამდენად ხმამაღლა ვიკივლებთ, ვიყვირებთ, ვიჩხუბებთ, გავაპროტესტებთ. არამედ იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად სწორად აღიქვამენ ამ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები, ქართულ ოცნებას ცხადი არ გულისხმობ, იმიტომ რომ ის ბანდიტური დაჯგუფებაა, დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და მისიას. ძალა დაბრუნდა მსოფლიოში, რომ ვიცოდეთ მაინც. და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების გულწრფელი სურველები ნელ-ნელა უნდა შეეგუონ იმას, რომ მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, აი მინიმუმ 3 წელიწადი და რეალურად ალბათ გაცილებით მეტი, ამერიკის შეერთებული შტატები მოახდენს ძალის დემონსტრირებას და ძალაზე დაყრდნობით დაამყარებს მშვიდობას ბევრგან, რაც ბუნებრივია იქნება გარდაულად იქნება ლიბერალური დემოკრატიისთვის, იმ გაგებით ლიბერალური დემოკრატიისათვის, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ მავნე და საზიანო, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის გარდაულად და როგორც ჩანს ეს არის გარდაულად აუცილებელი იმისთვის, რომ თავისუფლება მეტ და მეტ სივრცეში შეაღწიოს ირანში, ხვალ ვენესუელაში ზექ თუ პირიქით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ უკიდურესმა ლამის კომუნიზმამდე მისულმა მემარცხენეობამ გასული 10 წლეულების განმავლობაში ადამიანის უფლებებიც ვერ უზრუნველყო ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული და ამასობაში კი მოაძლიერა იმპერიალისტური და რევანშისტული ძალები მთელ მსოფლიოში, რომლებმაც შესანიშნავად ისარგებლეს, ასე ვიტყვით, ქვეყნის ნებართვით ევროპის სისუსტით, იმით, რომ ევროპას სჭირდებოდა მხოლოდ აღები მიცემობა არა დემოკრატიულ მათ შორის რეჟიმებთან, საკუთარი ეკონომიკის გაძლიერებისათვის, უკეთესი ეგრეთ წოდებული ყოფისთვის, მაგრამ ამასობაში შემოირღვა უსაფრთხოების ის სისტემები და ევროპასაც კი ემუქრება ეგზისტენციური საფრთხეები სწორედ არადემოკრატიული რეჟიმების მხრიდან. რუსეთი პირველ ყოვლისა და ჩინეთიც გასაკვირველი და დასავიწყებელი არ არის. ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანა არის გაგიკვირდებათ და ამ ძალის, ამერიკული ძალის ხას უსვამ არა ზოგადად დასავლური, არამედ ამერიკული ძალის მაქსიმალური მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საკუთარი თავის ერთგვარი გაიგივება ან იდენტიფიცირება ამერიკულ ინტერესთან და ამერიკულ ძალასთან. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდის ოპონენტები არა მხოლოდ ვაი და ვიშით უნდა იყვნენ დაკავებულები, აი რა საშინელება ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, ვიცით ეს, გავიგეთ, არამედ საზოგადოებას უნდა სთავაზობდნენ, როგორც ამ ხელისუფლება წოდებული ბანდის დამარცხების გზას
ასევე სტრატეგიული გადარჩენის კონცეფციებს და კონცეფციებს იმის თაობაზე, როგორი იქნება საქართველოს თუ ისინი ერთპიროვნულად თუ კოლექტიურად მოვლენ, როცა იქნება ხელისუფლების სათავეში რომელიმე გზით. შეგნებულად ვამბობ, რომელიმე გზით, იმიტომ რომ პრინციპში ამ ხელისუფლება წოდებული ბანდის, რუსული ბანდის პირობებში მე სულაც არ გამოვრიცხავ, არ მეთაკიდება ამ სიტყვის წარმოთქმა, რევოლუციურ პროცესებსაც კი. თუ არჩევნები გაუქმებულია და არჩევნებით ხელისუფლება ვერ იცვლება, სხვა გზა გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა, მოდი ასე ვთქვათ, რომ ამ გამდინარაძე მაინც და მაინც არ გაგვიჭარბდეს, სხვა გზა ქართულ საზოგადოებას შეიძლება არ დარჩეს, თუმცა მანამდე ჩვენ რევოლუციამდე შეიძლება და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ სხვაგვარად და იქნება და ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა წამოვიყვანოთ დათმობებზე შესაძლოა მთლად ზუსტი სიტყვა არ არის, ჩამოვშალოთ ისე, რომ ძალაუფლება როგორც ასეთი ავიღოთ მანამდე, მერე ჩავატაროთ არჩევნები და არჩევნებმა მართლაც გაარკვიოს ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში შემდგომი პირობითად კი ნამდვილად 4 წლით. ეროვნული წინააღმდეგობა, ეროვნული დაუმორჩილებულობა წინააღმდეგობა არის ერთ-ერთი გზა, რომლის შედეგადაც, რომელზე დადგომის შედეგადაც ჩვენ შედარებით მალე მივახცევთ ჩვენთვის სანუკვარ შედეგს, თუმცა რომ ვიცოდეთ მაინც, ჩვენ უკვე გვარიანად ჩამოვჭით მაგალითად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ნახტომებით მოგვიწევს მომავალში სიარული ევროპის მიმართულებით, რომ დავეწიოთ მოლდოვას და უკრაინას, ან უკვე ხვალზექ წინ რო წავა იმ სახელმწიფოს სომხეთს, სწორედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ რომ წაიწევს და ჩვენს რომ ჩამოგვიტოვებს და გაგვასწრებს. თეორია იმის თაობაზე სწორი, რომ რუსეთი თუ მარცხდება უკრაინაში, ავტომატურად მარცხდება ყველა იმ რესპუბლიკაში, რომელსაც ის აკონტროლებს, ეს თეორია განა სწორი არ არის, სწორია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არანაკლებ სწორია თეორია იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ დამარცხდება ისე, რომ საერთოდ დაუკმაყოფილებელი დარჩეს, მას რაღაც სივრცეებს ჩაუტოვებენ. ბიზინა ივანიშვილი სწორედ ამ პერიოდისთვის ემზადება ბიზინას უნდა, რომ როდესაც დასრულდება ომი ნებისმიერი შედეგით უკრაინაში, თუნდაც უკრაინის გამარჯვებით, სრული გამარჯვებით, საქართველოს ჩატოვოს იმ სივრცეში, რომელსაც რუსეთს მისცემენ, რაღა ის ბირთვული სახელმწიფოა და რაღა მისი მუცლის ამბოყორვა, დასავლეთს ალბათ მაინც დასჭირდება, რომ კიდევ უფრო უარესი არ ჩაიდინოს რუსეთმა სხვა ტერიტორიებზე. ამიტომ რკინის ფარდა თუ ეშვება და ალბათ მაინც ეშვება, რკინის ფარდის მარჯვნივ ასე ვიტყვი, თუ მაინც და მაინც ასე უნდა გავაკნიო ხელები, რკინის ფარდის მარჯვნივ გტოვებს ბიზინა ივანიშვილი და კივილი დაუბრუნდები ერთი წუთით. და მთელი მსოფლიოსათვის იმის გაგონება, რომ ჩვენ ვართ ღირსნი, რომ ვიყოთ მარცხნივ, ანუ დასავლეთის მხარეს, გარდაულა აუცილებელია, ასაკვირველი აუცილებელია პროტესტი, დაუსრულებელი პროტესტი და მომზადება და კიდევ ერთხელ ვიტყვი ხმამაღლა, რომ დასავლეთისთვის ზოგადად და შეერთებული შტატებისთვის შეთავაზება კონცეფციისა, როგორი სახელმწიფო ვიქნებით ჩვენ მაშინ, როდესაც ბიზინა ივანიშვილი დამარცხდება და ის აუცილებლად დამარცხდება. აი ამას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სრული უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად არ მეუბნება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვარაც გადასულები ვართ ეგრეთ წოდებული რეაქციის რეჟიმში. კონდეს შენი რეაქცია, ინგა გრიგოლიას ეს სლოგანი. და ჩვენ რეაქციები ნაკლებად გვჭირდება, ჩვენ თავად უნდა შევქმნათ დღის წესრიგი და აქეთ გვზდიოს რომელიმე ბანდიტმა პაპუაშვილმა ან რომელიმე ბოროტმოქმედმა კობახიძემ. თორე გათენდებით ყველა შემთხვევაში გათენდება ჩვენს ქვეყანაში. რომ ვიცოდეთ მაინც. ანუ რკინის ფარდის მიღმა რუსეთის მხარეს არ ჩავჩებით, იმედი მაქვს არ ჩავჩებით. აქედან გამომდინარე ვეთანხმები მე ნოდარ ლადარიას. თუმცა დიქტატურას, ან დიქტატურის დამყარების მცდელობა ბიზინა ივანიშვილს უკვე აქვს და ეს იქნება ურთულესი პერიოდი. როდის გათენდება, ამასაც მნიშვნელობა აქვს.
ათეული წლების შემდეგ განა არ გათენდეს, რასაკვირა ოღონდაც კი გათენდეს, მაგრამ ჩვენ ხო გვინდა მე და თქვენ, რომ მოვესწროთ ამ გაათენებას, როგორც ასეთს. ანტიამერიკანიზმი მახასიათებელი ქართველი აქტიური უმრავლეს შემთხვევაში მემარცხენეების ათვის ეხლა მაგალითად დამღუპველია მეთქი, მაგრამ არასწორია. ამერიკა დაბრუნდა როგორც გლობალური ძალა და სწორად მართებული საჭადრაკო პოლიტიკური პარტიის ჩვენი მხრიდან თამაშის შემთხვევაში ამერიკა კიდევ უფრო მალე მოგვაქცევს ჩვენ ყურადღებას. თუ უნდა მოექცია ყურადღება პირობითად 2026 წლის მიწურულს, მოგვაქცევს 2026 წლის ივლისში. 27 წლის მიწურულს 27 წლის ივლისში, 28 წლის მიწურულს 28 წლის ივლისში. პარანოიკი ბიძი და ივანიშვილი სწორედ ამერიკულ ფულს უფრთხის, მათ შორის ევროპულსაც, მაგრამ ამერიკულ ფულსაც მას აღგონია, რომ ამერიკელები რაღაცნაირი ფორმით შემოიტანენ აქ თანხას, როგორც თავად შემოაქვს რუსული ფული და გააქვს კიდევ რუსეთში ფული. რუსეთს უწყობს ხელს, მოკლედ ამ აღებ მიცემობით არის დაკავებული და ეს ამერიკული დასავლური ფული იქნება, რომ დაამარცხებს. დასავლური ფულიც იქნება, რაც დაამარცხებს. წარმოუდგენელი არ მივესალმოთ ძალის და ძალით მშვიდობის დამყარების პოლიტიკას, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები როგორც იქნა და აწარმოებს 1500 შეცდომის მიუხედავად, რომელსაც შესაძლოა უშვებს პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ უნდა ვუყუროთ არა მივაქციოთ ყურადღება არა მაინც და მაინც ფოტოებს, რომელსაც ის გამოხფენს თეთრ სახლში თუ ოვალურ კაბინეტში კონკრეტულად. როგორც სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი ეს ფეიქი ხო არ არის ეს პუტინის ფოტოს გამოფენა მისი მიერ თუ მისი მხრიდან. არამედ იმას, რა პოლიტიკას აწარმოებს, დააპატიმრა ტანკერები, დააპატიმრა სხვა ტანკერები, შეამცირა ნავთობის ფასი, დაამსუსტა რუსეთი ვენესუელაში, აღმოფხვრით რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, აღმოფხვრით ახლო აღმოსავლეთში, სირია უკვე პრაქტიკულად მისიანო დემოკრატიის და ამერიკული ინტერესების გავრცელება ხდება ამ რეგიონში, ფართოდ და ფართოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნელ-ნელა რუსეთის გარშემო ყულფი ვიწროვდება. ამას ეყრდნობა სწორედ ამოწერილი მქონდა ნოდარ ლადარიას პასუხი, ნინია კაკაბაძისადმი. ყველას მსგავსი და ჩვენ მართლაც გვაქვს ხანდახან მოვიღლებით ხოლმე. ნინია წერს ახლა დედაჩემის მუხლებში თავი ჩამადებიდა და ისე დამაძინა მეტი არაფერი მინდა. ყველას მსგავსი სურვილები გვიჩნდება ბოლო დროს, გათენდება ნინია. ამას ეყრდნობა ნოდარ ლადარიას ეს პასუხი. გათენდება აუცილებლად, უბრალოდ გათენება უნდა მოვაახლოვოთ, აისი უნდა მოვაახლოვოთ, განთიადი უნდა მოვაახლოვოთ. და ხაზგასმით ვილაპარაკოთ, რომ ამერიკული ინტერესი და საქართველოს ინტერესი აბსოლუტურ თანხვედრაშია, ტოლობის ნიშანია. რა ინტერესიც აქვს საქართველოს, ის ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირიქით. რა ინტერესიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის ინტერესი აქვს საქართველოს. თვინიერ ამერიკის ინტერესისა საქართველოს ინტერესი არ არსებობს და თვინიერ საქართველოს ინტერესიც არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და ეს უნდა ვიკივლოთ. თელ ხმაზე უნდა ვიკივლოთ. ორგანიზებულად უნდა ვიკივლოთ მთელი მსოფლიოს გასაგონად და ასე დაიბადება ახალი ბავშვი საქართველოს, ჩემი მოსაზრებით მაინც მესამე, მაგრამ ზოგს აქვს მოსაზრება, რომ მეოთხე რესპუბლიკა დაიბადება და რუსეთის ჭაჭანება ამ ქვეყანაში არ იქნება.
ახლა აღარ ლაპარაკობ ისეთ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის სივრცეებზე, როგორც არის შავი ზღვა, შავი ზღვის უსაფრთხოება, შავი ზღვა რომ ნატოს ზღვა უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ უნდა გავუძლოთ და არ უნდა შევურიგდეთ. ოღონდ YouTube-ს რა უთხარი, როგორ მინდა ახლა რომ შევიგინო და ვერ ვიგინები. მოკლედ ტიპებს, რომლებიც შესაგინებლები არიან. ნახვამდის.